მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის, კერძოდ 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა. პრესამსახურის ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლებას რაგბის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყევალაძემ. დაჯილდოების ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. კაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს. უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული დაკისრებული ჯარიმების ოდენობა. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ქართული ოცნების მიერ შეტანილ ცვლილებებს ეხება. 6 მარტით დათარიღებულ დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რამდენიმე ცვლილება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის. კერძოდ, გაეროს სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 21 მუხლთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-11 მუხლთან. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი რობინ დანიგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რის მზადყოფნად საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის 10 წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობების საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და ამ კონტექსტშივე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცხადა. მისივე თქმით, მეგობარი აქტი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას. მეგობარი აქტი თავისთავად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას. ამასთან მეგობარი აქტი ნიშნავს ქართველი ხალხის უკიდეგანო მხარდაჭერას, განაცხადა ვაშაძემ. საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯადათანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო. ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის საკანში იყოს. ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე და სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12.6 წლის ვადით განესაზღვრა. სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნეს ურთიერთობები შეუზღუდოს. ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას. მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმქავეყნის ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ deep state-ის და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან უნდა დაასრულოს. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ინტერპრეს ნიუსის სპეციალურ კორესპონდენტ საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს. მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც ფაქტობრივად ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, აღნიშნა კალასმა.
განათლების მინისტრის ბრძანებით საჯარო სკოლებში ეგრეთ წოდებული ODR-ის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს წევრმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა როლანდ შავაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შავაძემ აღნიშნა, საქმე ეხება რესურს ცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი ოფიცერი, რომელიც მისივე შეფასებით თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს არის წმინდა რუსული კგბ-შნიკური მოდელი, რათა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანსს და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პროპაგანდის გასავრცელებლად, აღნიშნა შავაძე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია. თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სეზონის დასაწყისში თუ A ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა B ტიპის ვირუსი სჭარბობს. სეზონის დასაწყისში თუ A ტიპის ვირუსი იყო უფრო მეტად გავრცელებული, ახლა B ტიპის ვირუსი სჭარბობს, აღნიშნა ჩხაიძემ. რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის მაჩვენებელს, როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, გრიპის ვირუსი მაინც სჭარბობს, შესაბამისად მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში მაღალი რჩება. გარდა ამისა, მან ჰაერის ტემპერატურის უეცარ ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სინოპტიკოსების პროგნოზით 17 მარტიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება, აღნიშნულია ინფორმაციაში. თბილისში მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მანქანის მძღოლი მტკვარიდან კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბრიუსელში კვლავ ომის მომხრე პოზიცია ჭარბობს. უნგრეთი კი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს. ბრიუსელში კვლავ ჭარბობს ომის მომხრე პოზიცია. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის მინიმუმ 20 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მზადდება. ჩვენ არ დავუშვებთ ამაში ჩაგვითრიონ, არ მივცემთ უფლებას უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფულით უკრაინაში იარაღის მიწოდება დააფინანსოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. წერს სიიარტო სოციალურ ქსელში. მისი მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წყალობით მშვიდობის მიღწევის იმედი ისეთი რეალური, როგორიც ახლა ბოლო 3 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი მზადაა უკრაინაში წლების განმავლობაში ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი განათავსოს, რათა შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტა და შეაჩეროს რუსეთის მორიგი შეჭრა. ინფორმაციას Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრი მზადაა აიღოს ვალდებულება, რომ განათავსოს ბრიტანული ჯარები დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან სტარმერი არ აკონკრეტებს, ექნებათ თუ არა სამშვიდობო ძალებს უფლება თავდასხმის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნონ რუს ჯარისკაცებს. ჩართულობის წესები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განიხილება. Times-ი წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, თურქეთი, კანადა და ავსტრალია უკრაინაში 30,000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს. სხვა ქვეყნები მზად არიან იარაღითა და ლოჯისტიკით დაეხმარონ. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში არც ერთი უკრაინული ქვედანაყოფი არ არის ალყაში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს და აკონტროლებენ მტრის მნიშვნელოვან ტერიტორიას. ჩვენი ძალების შენარჩუნების მიზნით განვახორციელეთ დაგეგმილი ხელახალი განლაგება უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე. ამჟამად არც ერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში და განცხადებები ალყაში მოქცეული ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ არ შეესაბამება რეალობას, აღნიშნა უმეროვმა. რუსეთი ახლა ისე ვაგრძელებს პროპაგანდას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დაცვას და ასევე განვახორციელებთ შეტევით მოქმედებებს მტრის ფლანგებზე, რათა არ მოხდეს მათი წინსვლა ჩვენს ტერიტორიაზე, დასძინა მინისტრმა.
ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების და ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადების შემდეგ რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა. ომის კვირა, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს. ამ შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს დიპლომატიის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატია ეფექტური იყოს, მაგრამ ახლა ყოველი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის დაცვა. უნდა გვახსოვდეს, ეს არის ჩვენი ჯარის, მთელი ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს, აღნიშნა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს და ყველას, ვინც უკრაინის თავდაცვისთვის მოქმედებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.